ყველას გამარჯობა, მე ნათია ვარ. ეს კი ჩემი YouTube-ის არხია და ამ ვიდეოში მე მინდა რომ ჩვენ დღეს ერთად ვისწავლოთ ის თუ რას ნიშნავს ზმნა to go. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს ზმნა ნიშნავს წასვლას. ხომ ესეა, მაგალითად I'm going to the bank. მე მივდივარ ბანკში. Yes, აქ go არის წასვლა. აბა მაგრამ ჩემო მაყურებლებო, თქვენ თუ იცით რომ go წასვლის გარდა კიდევ მაგალითად ნიშნავს ჩავლას. აი, როდესაც ჩვენი შეხვედრა კარგად ჩაივლის, როდესაც ჩვენი ინტერვიუ კარგად ჩაივლის, როდესაც ჩვენი დაბადების დღე კარგად ჩაივლის, დაბადების დღის წვეულება ხო, სიტყვაზე, ან როცა ქორწილი კარგად ჩაივლის, ოკეი? ანუ ნებისმიერი რაიმე შეხვედრა, რაიმე საღამო, რაიმე მოვლენა ან ივენთი, როდესაც ჩაივლის კარგად ან ცუდად, აი, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა go. აი, მაგალითად, მეგობარს ჰქონდა ინტერვიუ, გასაუბრება უბრალოდ და ჩვენ ვეკითხებით, რომ როგორ ჩაიარა. ეს ინგლისურად უნდა ვთქვათ ასე. How did it go? Okay? How did it go? It-ში, რა თქმა უნდა, იგულისხმება გასაუბრება, ხო? How did it go? როგორ ჩაიარა? და აი ამ goes ჩვენ ვთარგმნით როგორც ჩაიარა. ანუ როგორ წავიდა გასაუბრება. ესეც ხომ შეგვიძლია რომ ვთქვათ ქართულად არა, გასაუბრება როგორ წავიდა, ყველაფერი კარგად წავიდა, მაგალითად it went well. კარგად წავიდა, ხო? ან მაგალითად პირიქით უარყოფითში როცა ვამბობთ რომ it didn't go well. კარგად არ ჩაიარა, კარგად არ წავიდა, ხო? წარსულ დროში it didn't go well. კარგად არ წავიდა, okay? ანუ სიტყვა go ასევე ნიშნავს რაღაცა ივენთის კარგად და შესაბამისად ცუდად ჩავლას, okay? და მეორე. Go ასევე გამოიყენება სიტყვასთან bold და ეს ნიშნავს გამელოტებას, okay? ანუ თმის დაკარგვას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ he's going bold, ის მელოტდება, okay? He's going bold, ის მელოტდება. ან როცა ვამბობთ რომ ის გამელოტდა 30 წლის ასაკში სიტყვაზე. ამას ვიტყვით ასე რომ he went bold in his 30s, okay? 30 წლის რომ იყო აი დაახლოებით მაგ დროს რომ გამელოტდა. He went bold. იქნება is გამელოტდა. აქაც რა თქმა უნდა ჩვენ გამოვიყენეთ went, იმიტომ რომ goes წარსული ფორმა არის went და is გამელოტდა, იქნება he went bold. Okay? და შესაბამისად ასევე go grey ნიშნავს გაჭაღარავებას. Okay? აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ I'm going grey, ნიშნავს რომ ჭაღარავდები, თმა მითეთრდება. Okay? I'm going grey. თმა მითეთრდება. ან მაგალითად თუ კი წარსულში ვიტყვით რომ she went grey in her 40s. რომ ის გაჭაღარავდა დაახლოებით 40 წლის ასაკში, 41, 42, ანუ 40s. მრავლობითში როცა ვამბობთ, ნიშნავს რომ აი 40-ის რომ იყო დაახლოებით 41, 42, 43, აი დაახლოებით მაგ პერიოდში გაჭაღარავდა. Okay? ანუ go bold თუ იყო გამელოტება, go grey უკვე არის გაჭაღარავება. და მეოთხე. უბრალოდ მგონი ამას არც ვითვლიდი, ასე რომ შემდეგი თუ ვითვლიდი. არ მახსოვს. Anyway, შემდეგი. Go blind. ნიშნავს დაბრმავებას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ she went blind when she was a child. ის დაბრმავდა, როდესაც ის იყო ბავშვი. Okay? She went blind. ეს ნიშნავს, რომ ის დაბრმავდა. შემდეგ. Go deaf. არის დაყრუება. ანუ deaf არის ყრუ და შესაბამისად go deaf არის დაყრუება. მაგალითად, he went deaf when he was a child. ის დაყრუდა, როდესაც ის იყო ბავშვი. Okay? He went deaf. და შემდეგი. Go bad ნიშნავს გაფუჭებას, როდესაც გაფუჭდება საჭმელი. მაგალითად, როცა გაფუჭდება სალათა, ყველი, პური, ხილი, მოკლედ ნებისმიერი რამ. მაგალითად. The cheese went bad. ყველი გაფუჭდა. And the apple went bad.
ვაშლი გაფუჭდა. Okay? ანუ go bed ნიშნავს საჭმლის გაფუჭებას. და იქამდე სანამ შემდეგ go-ს გამოთქმაზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემს მიერ შემუშავებული აპირველი ამეორე და ასევე ბ-პირველი დონის ვიდეო მასალა, ანუ დამწყები და მაღალი დონის ვიდეო მასალა, სადაც თქვენ ისწავლით ინგლისურ ენის გრამატიკას და ასევე ლექსიკას, ანუ პატარა ტექსტებს და დიალოგებს თქვენით მასწავლების გარეშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს ყველაფერი თქვენ გეგზავნებათ Gmail-ზე და ეს ყველაფერი თქვენთან იქნება იქამდე, სანამ იარსებებს Gmail-ი და სანამ იარსებებს Google-ი. და იმედი მაქვს, რომ სულ იარსებებს. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ამ ვიდეოების შესახებ, შეგიძლიათ რომ ვიდეოს ქვეშ დატოვებულ ლინკზე გადახვიდეთ და იქ ნახოთ საცდელი გაკვეთილები. ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ემიგრანტებისთვის საჭირო ვიდეო მასალა, კონკრეტულად კი იმ ქალბატონი ემიგრანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ოჯახში მომვლელად. ამ ვიდეო მასალაში შედის 45 დიალოგი და 200-მდე აუდიო ფაილი, სადაც მე თქვენ გასწავლით იმ სპეციფიკურ ინგლისურს, გრამატიკას, გამოთქმებს, ფრაზებს და კიდევ უამრავ რამეს, რაც თქვენ გჭირდებათ ოჯახში მომვლელად მუშაობისას. და დამოიწყა მე თქვა კიდევ, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აუდიო ლექსიკონი, რომელშიც შედის 1600 სიტყვა, რომელიც ასევე რა თქმა უნდა ჩემს მიერ არის გაკეთებული, ასე რომ ჩემო მეგობრებო, თუ რომელიმე კურსი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ მომწეროთ ან Facebook-ზე, ანაც Gmail-ზე და მეც რა თქმა უნდა პასუხს არ დავაყოვნებ. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. და go crazy უკვე ნიშნავს გაგიჟებას, გადარევას. აი, რაიმე ცუდი რომ შეგვემთხვევა და რომ გავბრასდებით და ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, აი ეხლა გადავირევი, ეხლა გავგიჟდები, ან მაგალითად გადავირიე ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი ეს რომ გავიგე, აი ზუსტად ეს არის მაგალითად she went crazy when she discovered she had lost her watch. ანუ ის გაგიჟდა, ის გადაირია, როდესაც აღმოაჩინა რომ მან დაკარგა თავისი მაჯის საათი, okay? She went crazy, is gagishta, is gadairia, is gabrasda, when she discovered she had lost her watch. Rotsa mighda, rotsa აღმოაჩინა რომ თავისი მაჯის საათი დაკარგა. ანუ go crazy ნიშნავს გაგიჟებას, გადარევას, okay? გაბრაზებას. და შემდეგი go wrong. ნიშნავს, როდესაც ყველაფერი ერთმანეთს აეწყობა და ყველაფერი ცუდად დაემთხვევა და ყველაფერი ცუდი ერთბაშად მოხდება. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ გუშინ ისეთი საშინელი დღე მქონდა, ჯერ ავტობუსმა გამასწრო, მერე ტაქსიც არ მოვიდა, მერე სამსახურში უფროსმა მეჩხუბა, აი ყველაფერი ერთმანეთს მიყვა და ერთმანეთს აეწყო. აი ეს ინგლისურად იქნება ასე ნახეთ, everything went wrong, okay? Everything went wrong. ანუ ყველაფერი სუდად დაეწყო გუშინ, ყველაფერი ერთმანეთს მიყვა და მოკლედ საშინელებები ხდებოდა. Okay? აი ეს არის go wrong. უბრალოდ მე ვთქვი went, everything went wrong, იმიტომ რომ მე გამოვიყენე ის წარსულ დროში. და შემდეგ go blank. გამოიყენება, როდესაც საუბრობთ ადამიანის გონებაზე, ადამიანის ტვინზე და ასევე კომპიუტერზე. და go blank ნიშნავს გათიშვას. აი მაგალითად როცა ვამბობთ რომ მასწავლებელმა რომ მკითხა, უცებ ყველაფერი დამავიწყდა, უცებ გავითიშე. აი ეს გავითიშე, უცებ ყველაფერი დამავიწყდა არის ასე რომ my mind went blank. Okay? My mind went blank. ანუ ჩემი გონება გაითიშა უცებ, ყველაფერი დამავიწყდა. Okay? აი ეს არის my mind went blank. და აი ამ გამოთქმას ჩვენ ასევე ვიყენებთ კომპიუტერთან, როდესაც ვამბობთ რომ კომპიუტერმა გაჭედა, კომპიუტერს რაღაც დაიმართა, კომპიუტერმა მუშაობა შეწყვიტა, გაშავდა და ასე შემდეგ. ეს ერთ წინადადებით ინგლისურად იქნება ასე რომ my computer screen went blank. Okay? ჩემო კომპიუტერის ეკრანმა გაჭედა. ჩემი კომპიუტერის ეკრანი გაშავდა. ესეც ანუ ქართულად ხო ესეც ვამბობთ ხოლმე თუ გაშავდება, ან თუ გაჭედავს და კარგად არ მუშაობს, okay? აი ეს რომ კომპიუტერმა გამიჭედა, მოკლედ რაღაცა დაიმართა და კარგად არ მუშაობს, არის my computer went blank. ანუ მოკლედ არ მუშაობს, გაჭედა. და შემდეგი go wild.
რომელიც ნიშნავს სიხარულისგან გაგიჟებას, ახრთოვანებას, აი გადარევას. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, რომ აი ხალხი გადაირია უცებ სიხარულისგან, აი სიგიჟე იყო, ყველა ისეთი ბედნიერი იყო. აი მაგალითად, თუ კი მაგალითად თამაში იყო და სიტყვაზე საქართველოს გუნდმა მოიგო და ვამბობთ, რომ იცი რა სტადიონზე ხალხი გადაირია, გაგიჟდა, აი ეს ინგლისურად იქნება The crowd went wild. Okay? Wild ნიშნავს გარეულს, მაგრამ აი ამ გამოთქმაში the crowd went wild ნიშნავს რომ ხალხი გაგიჟდა, გადაირია მოკლედ სიხარულისგან. Okay? ან ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, წიოდნენ, აი ეს არის the crowd went wild. და ბოლო გამოთქმა უკვე არის ასეთი go well with, რომელიც ითარგმნება როგორც მოხდენა ან შესაფერისობა. აი, როდესაც ვამბობთ, რომ ეს დივანი უხდება ამ ფარდას, ან მაგალითად ეს შარვალი უხდება ამ ზედას. აი, ეს რომ უხდება, კარგად მიდის აი ამ შარვალთან ეს ზედა, აი ეს არის ზუსტად go well with. მაგალითად, these pants go well with this t-shirt. სიტყვაზე ეს შარვალი კარგად მიდის ამ მაისურთან. Okay? These pants go well with this t-shirt. ეს შარვალი ამ მაისურთან კარგად მიდის. Okay? ანუ go well with ნიშნავს, როცა ორი რამე ერთმანეთს უხდება, ერთმანეთს შეეფერება. Okay? სულ ეს იყო დღეისათვის, ჩემო მეგობრებო. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, გთხოვთ, რომ დაალაიქოთ, გთხოვთ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. ნახვამდის. Bye bye.